სტრესის გაანალიზების დროს აბსოლუტურად ყველაფერი არის ჩემს ინტერპრეტაციაზე დამოკიდებული და ერთი კონკრეტული სტრესული გარემო შეიძლება სულ სხვაგვარად აღიქმებოდეს ერთი ადამიანის მიერ და სრულიად განსხვავებულად მეორე ადამიანის მიერ. აი ესეთი მარტივი მაგალითიც მოყავთ ხოლმე, რომ აი მაგალითად ორი კაცი, ორივეს უნდა სამსახური, ორი ახალგაზრდა ბიჭია, ორივე დაეძებს სამსახურს, ორივე მივიდა გასაუბრებაზე, ორივე დაიწუნეს. ერთი ფიქრობს, რომ აი როგორი უიღბლო ვარ, კიდევ ერთხელ უარი მივიღე და ანებებს საერთოდ სამსახურის ძიებას თავს. მეორე ამბობს, რომ კიდე კაი აქ მივედი, იმიტომ რომ ზუსტად მივხვდი ხა როგორ უნდა მოვემზადო, შემდეგი გასაუბრებისთვის და საბოლოო ჯამში პოულობს, ხო? აი ეს არის რეალურად რაც ჩვენ შეგვიძლია სტრესთან მიმართებაში, რაზეც შეგვიძლია სტრესთან მიმართებაში ვიფიქროთ, იმიტომ რომ სტრესის ვერც ერთ ლექციაზე, ვერც ერთი მე რა მოსატანი ვარ და ჩემზე გაცილებით უფრო კარგი ფსიქოთერაპევტი თუ ფსიქოლოგი ვერ გვეტყვის, რომ მოდი ახლა მე თქვენ გასწავლოთ, როგორ იცხოვროთ სტრესის გარეშე. ასეთი რამ ხო არ არსებობს, მაგრამ სტრესს როგორ შევხედავთ, აი ეს შეგვიძლია ჩვენს ხელთ არის და ეს შეგვიძლია შევცვალოთ.